VTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ VTB ბანკის სესხით 5 წლამდე ბადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი. დიდი უპირატესობა. Kompüter texnikasının mağazalar şəbəkəsi Kompi Marneul'da yeni mağazasını açır və əməkdaşlar axtarır. Kastir konsultant və mağaza meneceri. CV'lərinizi online@kompi.c ünvanına göndərə və ya 599 40 40 24 nömrəsini zəng edə bilərsiniz. Ünvan Marneul Rustavel nömrə 96. Kompi, uğurlar arzulayırıq. Ultratანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა Enmedicic თავაზობ ცრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლისყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა Enmedici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. აირჩიე რაც გულს უნდა. 2 დეკემბერი 50%-ამდე ფასდაკლება, ღამის 10 საათამდე, ელიტ ელექტრონიკში. 2015 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთათვის სტატუსის მინიჭებასა და კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობას. მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი წერაქვი, ჯანხოში, ყუდრო, ხოჯორნი, აღკერპი, ჩანახში, ულიანოვკა, ხოხმელი და ოფრეთი შევიდა მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში. ისათვის, რათა მიიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, აუცილებელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე. რეგისტრირებული უნდა იყოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში. მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე ფიქსირდებოდეს ცხოვრების ფაქტი. სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა მიმართოთ მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა. სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადასახადის ქვითრები, დასახლებაში რეგისტრირებული მოწმეთა განცხადებები, ცნობა მაღალმთიან დასახლებაში დასაქმების შესახებ, შინასამეურნეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სტატუსის მისაღებად აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციებიდან მინიმუმ 2-ის წარდგენა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოციალურ სამსახურთან ერთად მარნეულში ჯანდარის მასივში მამედოვების ოჯახის მცირეწლოვანშვის ინვალიდის ეტლი გადასცეს. დიდი მადლობა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომ უყურადღებოდ არ დაგტოვეს და ჩემი შვილიშვილისთვის ეტლი მოიტანეს. არ გქონდა და ძალიან წვალობდით. ინვალიდის ეტლი გადაეცეს სოფელ საიმერლოში ზარნაძეების ასაკოვან ქალბატონს, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს. დიდი ხანი არის უკვე ინსულტი აქვს, პარკინსონის დაავადება ინსულტის შემდეგ და გადაადგილება შეზღუდული. ამიტომ დავწერე გაცხადება და ველოდებოდი ეტლსა, რომ გადაადგილებაში დამეხმარებათ. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით ბატონ დავითს, ძალიან გულთან მიიტანა ჩვენი პრობლემა და მადლობთ მუნიციპალიტეტს დახმარებისათვის. როგორც ყოველთვის დღესაც დახმარება გაუწიეთ ოჯახებს. ვიყავით ჯანდარაში და საიმერლოში, სადაც ბენეფიციალებს ინვალიდის ეტლი გადავეცით. National project ჩვენ უკვე დიდი ხანია ვახორციელებთ, ჩვენ ასეთი ბენეფიციარი დაგვიტოვია ყურადღების გარეშე, ვინც კი მოგმართა ეტლის საჭიროებასთან დაკავშირებით, ყველასთვის გვიდულობთ და გადავცემთ ეტლებს. ეს იქნებიან ბავშვები, მოზადებითო, ასაკობრივი ზღვარიც არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში სწორი განცხადება იყო მომართული ერთი პატარა ბავშვისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის იყო მარნეულშიც და ჯანდარაში და მეორე გახდა უკვე ხანდაზმული ქალბატონისათვის და
ორივე იქნა დაკმაყოფილებული. მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების განცხადებით გამგეობა საჭიროების შესაბამისად გააგრძელებს ბენეფიციალებისთვის ეტლების გადაცემას. მარნეულის მუნიციპალიტეტის მეხუთე საჯარო სკოლაში პროექტ ახალგაზრდები ინოვაციური განვითარების პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ინოვაციების მენეჯმენტზე, სოციალურ მედიაზე, პროგრამირებასა და დიზაინზე სემინარები utardebათ. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ELBA, ფინანსურად მხარს უჭერს ორგანიზაცია USAID და მმართველობა განვითარებისათვის. თითოეული კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ინოვაციები საკუთარი სარგებლისთვის, როგორ შეიძლება განვითარდნენ, როგორ შეიძლება დაწერონ კოდი და შექმნან სხვადასხვა დიზაინი, სხვადასხვა ვებსაიტისთვის. ეს გახლავთ 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის, ახალგაზრდისთვის, რომ ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე და თანამედროვე ინფორმაციებზე. ტრენინგი გაიმართება ორნაკადად. პირველი ტრენინგი დაიწყება შემდეგ პარასკევს შაბათ-კვირა, ანუ ორი პარასკევი შაბათ-კვირა შეადგენს ერთ სრულ კურსს. ნებისმიერი მოსწავლე, ნებისმიერი ადამიანი 14-დან 18 წლამდე, ვინც არის დაინტერესებული ამ თემებით, შეუძლია რომ მოვიდეს, დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ტრენინგებში. Დამაინტერესა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პროექტის დახმარებით ვისწავლოთ ყველანაირი ინტერნეტის დახმარებით, შეგვიძლია რომ ვისწავლოთ მაგალითად ვებსაიტის შექმნა და ასე შემდეგ ასეთ რაღაცების გაკეთება და მე ძალიან მაინტერესებს ეს პროექტი და მინდა რომ ვიყო ამ პროექტის მონაწილე და მინდა რომ ბევრი რამე ვისწავლო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გენერალი ჟან-პიერ მიშელი, ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის უფროსი პოლკოვნიკი ბერნანდ ტიბუ და ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი პოლკოვნიკ ლეიტენანტი ანტუან ბიარტი. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა. დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შარვა კვინიხიძე. მოგეხსენება ჩვენ ძალზე მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს საფრანგეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, პარიზის პოლიციასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტთან. თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ამ თანამშრომლობის განვითარების ურყევის საწინდარი იქნება, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის პირდაპირი კონტაქტების, პოლიციის ატაშესა და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმატებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის პოლიციის სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შესახებ ისაუბრა. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დირექტორმა ბრიგადის გენერალმა ჟან-პიერ მიშელმა გიორგი მღებრიშვილის გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, დელეგაციის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საფრანგეთსა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და იგი კიდევ უფრო ინტენსიური და ეფექტიანი გახდება. შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ეს იყო საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის უაღრესად მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტი, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა. საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობა ბოლო პერიოდის მანძილზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, რამაც შესაბამისი შედეგებიც გამოიღო. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ საფრანგეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, ასევე პარიზის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტთან. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასთან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. სურს მადლობა გადაუხადო საქართველოს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენელთა მიღებისთვის. ეს შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და საქართველოს პოლიციას შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ფარგლებში. ჩვენი ქვეყნის შესაბამის უწყებებს უკვე აკავშირებს ძალიან კარგი თანამშრომლობა, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება, რათა კიდევ უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყნებს. დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან გაიმართა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა. სურს გამოუხატო მადლიერება მაღალი დონის, თბილი მიღებისთვის, ასევე რა თქმა უნდა ურთიერთთანამშრომლობისა და იმ მიდგომებისთვის, რომელიც მომავალში აისახება საფრანგეთისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობაზე. 2015 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთათვის სტატუსის მინიჭებასა და კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობას. მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი წერაქვი, ჯანხოში, ყუდრო, ხოჯორნი, აღკერპი, ჩანახში, ულიანოვკა, ხოხმელი და ოფრეთი შევიდა მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში. ისათვის, რათა მიიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, აუცილებელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე. რეგისტრირებული უნდა იყოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში. მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე ფიქსირდებოდეს ცხოვრების ფაქტი. სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა მიმართოთ მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა. სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადასახადის ქვითრები, დასახლებაში რეგისტრირებული მოწმეთა განცხადებები, ცნობა მაღალმთიან დასახლებაში დასაქმების შესახებ, შინასამეურნეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სტატუსის მისაღებად აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციებიდან მინიმუმ 2-ის წარდგენა. Marneuli munitsipalitetinin rəhbər şəxsləri sosial yardım xidməti ilə bərabər Candar Massivinə Məmmədovlar ailəsinin 7 yaşlı balaca üzvü Nicat Məmmədova əlil arabası təqdim etdilər. Çox sağ olsun hökumətimizi, çox razıyam. Araba istəyirdik, yerinə yetirdilər. Çox sağ olsunlar. Reabilitasiyasına da köməklik eləsələr çox sevinərik. Daha sonra Zarnadze ailəsinin yaşlı üzvünə də əlil arabası təqdim olundu. Neçə vaxtdır ki, xəstədir, gəzə bilmir. Ona görə də icra hakimiyyətinə müraciət ərizəsi yazdım. Əlil arabasını gözləyirdik. Çox sağ olsunlar, bizə diqqət ayırdılar, xahişimizi nəzərə aldılar. Həmişə olduğu kimi bugünkü gündə Marneuli munitsipaliteti az təminatlı ailələrə yardım dəstəyini davam etdirir. Eləcə də bu günləri biz həm Candar kəndində, həm də Sayımlıq kəndində 2 vətəndaşa əlillərə əlil arabası hədiyyə elədik. Bu aksiya həmişə davam elətdirir. Ondan başqa da bildiyiniz kimi bizdə sosial proqrama da az təminatlı ailələrin həm xəstələrinə, həm onların ihtiyacı olan yardımlara munitsipalitet tərəfindən həmişə köməklik göstərilir. Bu köməklər həmişə də gələcəkdə də davam etdiriləcəkdir. Çoxdandır ki, bizim bu layihəmiz davam edir. Biz heç bir benefisiarımızı diqqətdən kənar qoymamışıq. Yaşından asılı olmayaraq biz bütün benefisiarların ehtiyaclarını qarşılayırıq. Marneuli munitsipalitetinin rəhbər şəxslərinin açıqlamalarına görə benefisiarlara əlil arabasının verilməsi davam edəcək. Marneuli munitsipalitetinin 5 saylı ictimai məktəbində Gənclər İnnovasiya İnkişafında layihəsinin çərçivəsində məktəb şagirdləri ilə innovasiya menecmentliyi, sosial media, proqramlaşdırma və dizayn mövzusunda seminar keçirildi. Elva Beynəlxalq Təşkilatının həyata keçirdiyi layihəni USAID və İnkişafa İstiqamət Təşkilatı maliyyələşdirib.
Kursis fərqləbşi. Keçiriləcək kurslar çərçivəsində şagirdlər innovasiya haqqında məlumatlar toplayacaqlar. Eləcə də onların innovasiya inkişafı üçün müxtəlif mövzular altında təlimlər keçiriləcək. Bu 21-ci əsrin ən vacib mövzularıdır. Təlimlər 2 hissə ilə baş tutacaq. İlk təlimlər şənbə və bazar günü keçiriləcək. 14-18 yaşına vətəndaşlar təlimlərə qatıla bilərlər. Bu mövzuda təlimlər bizim üçün olduqca maraqlı və önəmlidir. Bu cür seminarlar texnologiya istiqaməti ilə inkişafımıza təsiri böyük olacaq. Təlimlərdə mütləq iştirak edəcəyəm. Daxili İşlər Nazirliyinə Fransa Respublikasının Daxili İşlər Nazirliyinin Milli Jandarm Kriminal Polis Delegasiyası işgüzar səfər ediblər. Delegasiyanın tərkibinə daxil edilər. Fransanın Jandarm Kriminal Polis Departamentinin direktoru General Jean-Pierre Michel, Milli Jandarm Kriminal Polis Departamentinin beynəlxalq cinayətlərə qarşı mübarizəsinin mərkəzi ofis rəhbəri Polkovnik Tibu və Milli Jandarm Kriminal Polis Departamentinin Kriminal İşlərinin beynəlxalq əməkdaşlıq şöbəsinin rəhbəri Polkovnik Leytenant Antoine Biard. Fransanın Milli Jandarm Delegasiyasının bənzər yüksək səviyyəli səfəri Gürcüstanda ilk dəfə həyata keçdi. Delegasiya üzvlərini Daxili İşlər Naziri Georgi Mğəbirişvili qarşıladı. Görüşə eləcə də Daxili İşlər Nazirinin birinci müavini Bezik Amiranaşvili, Mərkəzi Kriminal Polis Departamentinin direktoru David Natriyaşvili və Beynəlxalq Əlaqələr Departamentinin direktoru Şalvak Venixidze qatılmışdılar. Fransanın Milli Jandarm Delegasiyasının yüksək səviyyəli görüşü Gürcüstanda ilk dəfə həyata keçdi. Fransa və Gürcüstan arasında hüquq mühafizə əməkdaşlığı son zamanlarda daha da intensiv oldu. Fransanın Mərkəzi Kriminal Departamenti ilə sıx əməkdaşlıq içərisindəyik. Gürcüstana təşəkkür edirəm ki, Fransanın Milli Jandarm nümayəndələrini qəbul etdi. Bu görüş Fransanın Milli Jandarm və Gürcüstan polisliyi arasında təşkil olunmuş cinayətlərə qarşı birgə mübarizəsinin çərçivəsində həyata keçdi. Biz Gürcüstanla bu istiqamətdən sıx əməkdaşlıq içərisindəyik. Onu da qeyd edim ki, olduqca maraqlı görüş baş tutdu.